დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ქართველებს დასაქმების პრობლემა აწუხებს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სიღარიბესთან ბრძოლა უწევს. უმუშევართა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ამას საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითიდანაც კარგად ვხედავთ. დასაქმების აღმოფხვრა ეს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი სლოგანი იყო. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას მისი ორთვიანი უშედეგო დასაქმების პროგრამის გარდა არავითარი კონკრეტული ნაბიჯები არ მოყოლია. უფრო მეტიც კვეთრად იმატა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში შემცირებული ადამიანების რაოდენობა. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ნაწილმა ლოკმაპური შონა ვაჭრობის დაწყებით სცადა. მიუხედავად აღნიშნული რეალობისა, საქართველოს პრეზიდენტისა და სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმუშევართა პროცენტული რაოდენობა თურმე მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის 16% შეადგენს. დიახ, 16%. ალბათ ეს ციფრი უფრო სასაცილოა, ვიდრე დამაჯერებელი. ქვეყანაში დასაქმების კუთხით სახარბიელო ვითარება არც აგვისტოს ომამდე იყო. ეკონომიკურმა კრიზისმა კი მდგომარეობა ამ მხრივ ერთიორად გაართულა და საქართველოს ხელისუფლებას ორმაგი თამაშის საშუალებაც მისცა. თქვენ მუშაობთ? არა, უმუშევარი ვარ. გიძებნიათ სამსახური? კი, მაგრამ ახლა ყველას უნდა ახალგაზრდები 35 წლის 30 წლამდე უფრო სწორედ. ორი განათლება მაქვს, მაგრამ დამლაგებლის სამსახურსაც ვშოვებ. ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი გეგმა, რომელიც უმუშევრობის დაძლევასა და მის პრევენციას ითვალისწინებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უმუშევართა დასაქმებას შეუწყოს ხელი, პირიქით ხდება. მათი გამუდმებული ზეწოლა საგადასახადო ცვლილებებითა და ახალი ტიპის მოსაკრებლების დაწესებით. ამ ყველაფრის ფონზე კი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძლებულია სამუშაო ადგილების საშონელად საზღვარგარეთ გავიდეს. დღეს უკვე ქართველების ჩვეულებრივ სამუშაოდ გადაექცა უცხოეთ ქვეყნებში მოხუცების მოვლა და ბავშვების აღზრდა. სხვათა მომსახურება. საქართველოში სამუშაო ადგილების არარსებობამ ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის მასობრივი გადინებას შეუწყო ხელი. იმას კი არავინ ფიქრობს, რომ ამ პროცესის მიღმა და მისი ამტებით გაგრძელება პირველ რიგში ძიმე დემოგრაფიულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას და ეკონომიკასაც მთლიანად გაანადგურებს. ამიტომ ექსპერტების დასკვნით ეკონომიკის წამოწევისა და სწრაფად განვითარებისათვის სერიოზული პროგრამების შემუშავება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა საქართველოს ხელისუფალი ნაცვლად ამ საკითხებზე მუშაობისა სოფლიოში საკუთარი პერსონის პოპულარიზაციითაა დაკავებული. პოლიტიკური ნიშნით ნუდაყობენ საქართველოს მოსახლეობას. ესე იგი, მიშას მომხრეებისთვის და აქციების დარბევისთვის გამოყენებული ქართველებს უპირისპირებენ ერთმანეთს და შექმნან სერიოზულად, მიუხედავად იმისა, რომ სხვას აქვს განსხვავებული აზრი, შექმნან სამუშაო ადგილები ყველასათვის. განსხვავებული აზრის უფლება, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, აქვს ყველას და აქედან 80% დღევანდელ საქართველოში ფაქტიურად სამუშაოზე უსაქმურობით არის ახალგაზრდების ყველაზე მტკივნეული თემა, რომლებიც უზარმაზარ თანხებს იხდიან ინსტიტუტებში და შემდეგ სამსახური მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი სამსახური, რაც მუშაობს დღეს საქართველოში, არის ჩაშვების ინსტიტუტი, რომლებიც პირდაპირ ნომრები აქვს დარიგებული საპატრულოებიდან და უშიშროებიდან, რომ თანამშრომლობენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიციასთან და ეს არ არის სამსახური. სამსახური არის ის, სადაც მუშაობს ფაბრიკები, ქარხნები, პატარა ბიზნესის ხელსაწყობაც უნდა ამ ახალგაზრდებს და უნდა სახელმწიფო ზრუნავდეს თავიანთ ახალგაზრდებს. უამრავმა ადამიანმა უმუშევრობის გამო ვერ მიიყვანა ბავშვი სკოლაში და ეს არის ქვეყნის უბედურება და არც ერთი ქართველი არ არის დასაქმებული. აქედან გამომდინარე ხელისუფლება შეგნებულად უწყობს ქართველ ხალხს გენოციდს, ამ ჩინელებს და სხვა შავკანიანებს შემდეგ უახლოეს მომავალში გაუკეთებს საქართველოს მოქალაქეობას და ქართველ ხალხს ეყოლება ჩინელების და შავკანიანების მიერ არჩეული ხელისუფლება და უარესის მოლოდინში იქნება ჩვენი ქვეყანა თუ არ გამოვხიზდებით, რაც შეიძლება მალე.